კავშირებით დღეს მოვიწვიეთ ნინო ცქიფურიშვილი, ასოციაცია ჰერა 21-ის ახალგაზრდული პროექტების ასისტენტი და ზაზა ქარჩხაძე, ორგანიზაცია ახალი გზის პროექტების კოორდინატორი. მადლობა სტუმრობისთვის, რომ ასე ადრიანად შემოგვიერთდით. და თავდაპირველად მინდა რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ცოტა რამ თქვენი ორგანიზაციების შესახებ და შემდეგ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დღეისთვის არის დაგეგმილი. დავიწყოთ, რომელსაც სურვილი გაქვს. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ორგანიზაცია ახალი გზა, ეს არის სერვისული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სამ ქალაქში, თბილისში, სამტრედია, ქუთაისში. ორგანიზაცია არის ზიანის შემცირების საქართველოს ხალხისტური ორგანიზაცია და დაკავებული არის პრევენციული სერვისებით. ჩვენ მუშაობთ ნარკოტიკების ინერციულ მომხმარებლებთან, ანუ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფთან ვირუსების გავრცელების კუთხით და ვაწვდით მათ პრევენციულ სერვისებს. პრევენციულ სერვისებში რა მოიაზრება? ეს არის სპეცების გასვლის პროგრამა, ანუ ვაწვდით ახალ სტერილულ მასალებს, უფასო ტესტირება, კონსულტირება HIV-ზე, ჰეპატიტებზე, სიფილისზე და кейს მენეჯმენტი, მოდი ასე ვთქვათ, ესე იგი სოციალური თანხლება, რაღაც სოციალური პრობლემების მოგვარება, გვაქვს ასევე ექიმების კონსულტაციები, ვაცამლებთ გადამისამართებას ექიმებთან, გვყავს მობილური ამბულატორია, რომლის საშუალებითაც გავდივართ მეზობელ ქალაქებში, სხვადასხვა ძნელად მისაწვდომებულებში და ადგილზე უტარებთ ამ ადამიანებს კონსულტირება, ტესტირებას. გასაგები. და თქვენს რო გითხრათ თქვენ ორგანიზაციის შესახებ. ჩვენი ორგანიზაცია ჰერა 21 დაახლოებით 15 წელია მუშაობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი მთავარი სფერო ქვეყნის განვითარებისთვის, ისევე როგორც ინდივიდების ცხოვრებაში. ჩვენ ძირითადად მუშაობთ ახალგაზრდებთან, ასევე სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან და ახალგაზრდების მიმართულებით განსაკუთრებით გვაქვს საგანმანათლებლო პროექტები, ანუ ხდებით სკოლის მოსწავლე სტუდენტებს და ვესაუბრებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, უფლებებზე და იმაზე თუ როგორ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა, ან იმ შემთხვევაში თუ მათი უფლებები დაიღო ვის მიმართონ და სად. ასევე ჰერა 21-ში არის ახალგაზრდული მეგობრული ცენტრი, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს არის გარემო, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე მიიღონ ექიმის და ფსიქოლოგის მომსახურება. და მათ ვესაუბრებით ხოლმე სხვადასხვა დაავადების პრევენციაზე, ასევე ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე, ვესაუბრებით ნაადრევ ქორწინებაზე და მის შედეგებზე და ასე შემდეგ. და დღესაც მონაწილეობთ ამ კამპანიაში, პირველ დეკემბრის კამპანიაში და ჩვენი ღონისძიებების მიზანია, რომ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და სტიგმა აღუქმოთ. კარგით, მაშინ უშუალოდ გადავიდეთ დღევანდელ დღეზე. რა იგეგმება ქუთაისში დღევანდელ დღეს, რომელი საათიდან უწყებთ აქტივობებს და რისი მიღწევა აქვს ამ ყველაფრით? პირველ დღევანდელ დღეს ამ 11 საათიდან იქნება ჩვენ თანამშრომლობთ ახალგზასთან, ასევე თანადგომას ქუთაისის ოფისთან, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და გვეხმარება ასევე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც გამოგვიყო ტერიტორია, სადაც ჩავატარებთ უფასო ტესტირებას. 11 საათიდან იგეგმება მობილური ამბულატორიის განთავსება უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ, სადაც ჩატარდება კონსულტირება და უფასო ტესტირება ინფექცია შიდზე და C-ჰეპატიტზე. შემდეგ 1-დან 2 საათამდე არის მოწყობა მსვლელობა, ხოლო 2 საათზე არის დაგეგმილი უნივერსიტეტში პირველ კორპუსში, მწვანე დარბაზში ფილმის ჩვენება. ეს არის HIV პოზიტიურ ადამიანზე, აქტივისტზე, რომელიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის და ჩვენ ნახავთ თუ რას აკეთებს ეს მთავარი გმირი იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმა აღმოიფხვრას და გაძლიერდეს თავადაც და სხვაებიც, ვინც მისგან ელიან, რომ მაგალითს აიღებენ. ძალიან კარგი. თქვენ ჩართულებაზეც შევისაუბროთ, ანუ თქვენ საუბრობთ იგივე ღონისძიებებში ღებულობთ მონაწილეობას და რა კუთხით ხართ ამ ყველაფერს ჩართული როგორც ორგანიზაცია? როგორც ორგანიზაცია ჩართული ვართ, აი მობილური ამბულატორია ჩვენი ორგანიზაციისა, ანუ ჩვენი ლაბორანტი, ჩვენი NKT კონსულტანტი, იქნება ვინც შეთავაზებს ამ სერვისს სტუდენტებს ალბათ, ძირითადად იმას სტუდენტებს იქნება და იგივე მსვლელობაში შეუძლებთ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას.
და მე მაინტერესებს ანუ თქვენ ხართ შეხედულები ამ საკითხში და მაინტერესებს ასეთი რამ როგორი სიტუაციაა დღეს საზოგადოებაში ასეთი ადამიანების მიმართ ვიცით რომ ხდებიან ხშირად დაცინის მსხვერპლი ხდებიან რაღაც ცუდის აქციელის მსხვერპლი მათ მიმართ განხორციელებული და თქვენ რა ინფორმაციები გაქვთ ამ ადამიანების შესახებ პირველ რიგში აღნიშნავ იმას რომ საქართველოს არ მიეკუთვნება HIV ინფექციაში ცის გავრცელების ან ფართო გავრცელების არეალს, თუმცა ან სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებში მცირდება თანდათან ინფექციის გავრცელება, მაგრამ საქართველოში იზრდება და ამის ხელშემშლელი ფაქტორი იქნება ის, რომ ჩავიტაროთ ტესტირება და ვიცოდეთ ან დროულად დავიწყოთ მკურნალობა იმ შემთხვევაში თუ HIV დადებითი აღმოჩნდებით, ასევე მნიშვნელოვანია რომ ის რწმენები, რაც არსებობს საზოგადოებაში დაიმსხვრეს, იმიტომ რომ ძირითადად თავიდან როდესაც ეს ინფექცია გავრცელდა, მთელი ყურადღება იყო გადატანილი იმაზე, თუ როგორ დაეცვათ თავი ამ ინფექციისგან, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცეოდა თვითონ იმ ადამიანებს, ვინც უკვე იყო ინფიცირებული და მათ მკურნალობას და სწორედ ამ 1 დეკემბრის აღნიშვნა იმას ემსახურება, რომ პირიქით, ანუ აღმოიფხვრას ის სტერეოტიპები და რაც შეიძლება გაუმჯობესდეს სერვისები, ვისაც ეს სჭირდება. გასაგები. რა თანადგომას პირდებით თქვათ იმ ადამიანებს, თქვათ რომელსაც შეიძლება აღმოაჩნდეთ შიცი თუ თქვათ დღევანდელი გასამჯის შემდეგ ექნებათ პასუხი დადებითი ამ ყველაფერზე. თქვენი ორგანიზაციები რაიმე თანადგომას გაუწევს ამ ხალხს თუ ეს უბრალოდ ერთჯერადი ესეთი ანალიზია და მეტი არაფერი? არა, ერთჯერადი ანალიზი ნამდვილად არ არის. ჯერ დავიწყებ იქიდან რომ თუ ადამიანს HIV დადებითი შემთხვევა გამოვა, პირველ რიგში უთარდება სპეციალისტის მიერ კონსულტირება, ტესტირების წინა კონსულტირება და შემდეგ ტესტირების შემდგომი კონსულტირება. აი მაქსიმალურად ენგადე კონსულტანტი ცდილობს რომ ადამიანის მიიღოს ეს ფაქტი, აი ძიმეთ არ მიიღოს ეს ფაქტი, ანუ გადაატანოს, აუხსნას რა არის, რომ ეს დაავადება უკვე აღარ არის სასიკვდილო დაავადებათა რიცხვში, აი ეს ნამდვილად გადავიდა მართვა დაავადებაში. ანუ დღესდღეობით ამ დაავადების მართვა შესაძლებელია ფაქტია რომ HIV დადებით ადამიანებს შეიძლება ეს სწორი მკურნალობის შემთხვევაში თუ მიყვებიან ექიმის მკურნალობას, სავსები ჯანმრთელიშვილი შეეძინოს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ესე იგი კატეგორიულად აწვის ინფორმაციას და აგრეთვე მიყავს მკურნალობამდე, ანუ უკეთად გადამისამართებას მიყვებით კიდეც სამკურნალო დაწესებულებაში. ისე მკურნალობის ჩათომდა მიყვებით პაციენტს. გასაგები. დღეს მოხვედით ბუკლეტებით, რომ გითხრათ ამ ბუკლეტებზე დაბეჭდილი მასალის შესახებ და ამას დაარიგებთ სავარაუდოდ დღეს. დიახ, დღეს მსვლელობის დროს დავარიგებთ ამ ბუკლეტებს, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მომზადდა. აქ არის 5 მითი და ფაქტი ჩამოთვლილი HIV ინფექციაში ცის შესახებ და მათ შორის, რაც ბატონმა ზაზამ აღნიშნა ის, რომ HIV დადებით ადამიანებს შეუძლიათ იყოლიან შვილი და გახდნენ ბიოლოგიური მშობლები, თუ ისინი სწორ მკურნალობას ჩაიტარებენ, ასევე გვაქვს ფაქტები იმის შესახებ, რომ HIV დადებითი ადამიანებისთვის მომსახურების გაწევა არ იწვევს შიცით ინფიცირებას და ხშირად არის ხოლმე ეს პრობლემა, რომ მომსახურებისას ისინი აწვდებიან პრობლემას, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ შეიძლება შეხებით დაინფიცირება ან სალონში მაგალითად სტილისტი თუ მომსახურება ამით დაინფიცირდებიან და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მითები გავაქარწყლოთ და მოვყავს აქ ფაქტები. ასევე სქესობრივ ცხოვრებასაც ეხება ერთ-ერთი მითი, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში და თავდაცვის მეთოდების გამოყენების შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება არის 99% უსაფრთხო HIV ინფიცირებულ ადამიანებთან. და ის რომ HIV ინფექცია ავტომატურად არ იწვევს შიცით დაავადებას და მკურნალობის შემთხვევაში ეს არის მართვადი დაავადება. გასაგებია. ანუ თქვენ ვესაუბრეთ ლაბორატორიაზე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში იქნება და ფილმზე, რომელსაც უნივერსიტეტში აჩვენებს, საუბრობთ ამ ყველაფრის აუდიტორია იქნებიან სტუდენტები. სხვა სეგმენტზე რა გაქვთ გათვლილი, ანუ მაინტერესებს უფრო დაბალი ასაკის ხალხთან მიმართებაში და უფრო მაღალი ასაკის ხალხთან მიმართებაში რა იგეგმება, ანუ მსვლელობაში ჩაერთვებიან ეს ხალხი? გავავრცელეთ ინფორმაცია სოციალური ქსელებით და ვეცადეთ რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოეცვა და ჩართულიყვნენ ამ მსვლელობაში, ასევე ფილმის ჩვენებაზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია
დაინტერესდება. კარგით, და მე მაინტერესებს ორივესგან რასაც ყოფთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის საშინელება, ასეთ ადამიანებთან არ უნდა იმეგობრონ და ასე განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც ამ სტიგმაში არიან ჩაკეტილები. თქვენი ორგანიზაციის თუნდაც თქვენი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, რამდენიმე წინადადებით რო ვთქვათ ესეთ ადამიანს რაიმე მოწოდების მსგავსი აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, რომ ეს დაავადება არის მართვადი, არ იწვევს ავტომატურად შიცის და შეუძლიათ, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში იცხოვრონ განივრძონ ცხოვრება, როგორც მანამდე ცხოვრობდნენ, შეუძლიათ იყონიონ შვილები, შექმნან ოჯახი. გასაგები. ბატონო ზაზა. რა თქმა უნდა, მე რაც ვეთქვი საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან, აი როგორც ვთქვათ, იგივე დიაბეტით დაავადებული ადამიანი შეიძლება არ ვიყოთ. ან რაიმე ვთქვათ, სხვა დაავადებებით დაავადებული ადამიანი. აბსოლუტურად ეს დაავადება, აი ესე ვთქვათ, გადამდები არ არის არანაირად, ასე რომ ადამიანებს ადვით მე პირადად როგორც ოჯახის წევრს ისე შემიძლია კიდე ჩავეხო და კიდე სულ მოვეფერო. ამაში არანაირი პრობლემა არ არის, ყველას ამას მოუწოდებ, არავით არის სტიგმა, არავით არის დისკრიმინაცია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რიგით დაავადება შეხედა მოსიამოვნებით. და მე და გითხათ ესეთი რამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრობის ბლოკი აიტვირთება Facebook-სა და იმ ადამიანებს, რომელსაც სრული ექნებათ დაუკავშირდნენ თქვენს ორგანიზაციებს, თუ გაქვთ Facebook გვერდები, ან თუ გაქვთ უბრალოდ web გვერდები, რომელსაც შეიძლება დაგიკავშირდნენ და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ლინკად დავურთავთ ვიდეოს. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდი 3W Youth Counseling G. კარგი. თქვენ? ახალი გზა ნიუვე Facebook-ის ვებგვერდი არის და თვითონ დღევანდელ აქციასთან ან პირეულს თვითონ პირველი დეკემბრისადმის მიკრეულს Facebook-ზე აქვს გვერდი, აი თუ აკრიბავთ ვემხრობის შიცის დამარცხებას და გადაყვანთ ამ ივენთის გვერდს. გასაგებია. და გუშინ ჩვენმა სტუმარმა ერთ-ერთმა დაანონსა, რომ დღეს იყო ასეთი დღე და გითხრა, რომ მიგეგმება ასევე შიცით დაღუპულ ადამიანებისთვის ხსოვნის პატევის მიგების ცერემონია. ეს სად იგეგმება და როგორ ხორციელდება? თუ ხართ თქვენ ამაში ჩართული? ქუთაისში სხვა დღეა ეს მტარდება მაისში, თუ არ ვთქვი 28 მაისს. ანუ დღეს უბრალოდ შიცთან ბრძოლის დღეა და მეტი. გასაგები. მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენს მაყურებელს და იმედი აქვს ქუთაისის საზოგადოებას ჩაერთვება თქვენს მსვლელობაში. წარმატებები მინდა უსურვოთ თქვენს ორგანიზაციებს და კიდევ ერთხელ მადლობა ამ დილით რომ გვესტუმრეთ. ჩვენ კულინარიის ბლოგზე გავდივართ, კულინარიის ბლოგის შემდეგ კი აუცილებლად დაგიბრუნდებით.